ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, როდესაც ვთამაშობდი eFootball-ს და ერთი ესეთი იდეა დამემბადა აზრად. ისე ოლივერ კანი ხომ არ დამეყენებინა თავდასხმაში. და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. დღევანდელი ჩემი მისია იქნება ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ოლივერ კანს გავატანინო გოლი, დავაყენო იგი ცენტრ ფორვარდად და მოვიგო ან ფრედ დავასრულო ის მატჩები, რომელსაც დღეს ვითამაშებ. სანამ ვიდეო გაგრძელდება, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარზღლაკი. ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ. ახლა კი დავიწყოთ. Okay, National Teams-ი ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, თავისთავად ლეგენდაზე და let's go. წავიდა. აბა პირველი გუნდი ვინ იქნება? პირველი ნაკრები უბრალოდ სენეგალს ხვდები პირველი. კაი, ერთამ პიკს არ ჩემეშვი, უფასო რეკლამა ჩაიკვეხა ტიპმა. კაი. ოლივერ კანის წინ არის კურტნი ჩამიდგება კარებში პირველ თამაშში და მეორე თამაში უკვე ალბათ პელეს ან რომელიმე ფეხბურთელს ჩავაყენებ კარებში. კაი, ჩემი გუნდი სენეგალის წინააღმდეგ ნახოთ აბა ოლივერ კანი რას იზამს. ჩემი მთავარი მისია იქნება დღეს ის, რომ ოლივერ კანმა გაიტანოს მხოლოდ და მხოლოდ გოლი, ანუ და უფრო გავართულებ სხვა ფეხბურთელმა თუ გაიტანა, რა თქმა უნდა, ამ ესე ვთქვათ, challenge-ს, რამდენიც არ უნდა ვიგებდე, ავტომატურად წავაგებ რა. და ხო, მოკლედ ვიდეოც გაითიშება, შო. ეს არის და ეს. კაი, აქ ამასობაში აუტი მატჩის მესამე წუთზე, რომელსაც მოვაწვდით ჩვენ, რა თქმა უნდა. და იმედი მაქვს ახლა ოლივერ კანი, აბა ზუსტად ის არის ახლა ბურთით. ოლივერ კანი რა კარგი იყო, ოლივერ კანის ჩახვევა! საღო. ხელები ამიწევია, რა გოლი გაიტანა ბიჭო. რა გოლი გაიტანა ხო არ გადაავ ჩემი. ერთი წამი განმეორებით ეს რო არ ნახო, აი რავი, ცოდვა იქნება ძმა. რა კარგად ამოტრიალდა და რა ჩაახვია. ესეთებს დედას ვიცარ პელეთი ვერ ვაკეთებ ეგეთებს. აი მართლა, ნახე, მიღება რა კარგად წამოიღო ბურთი უკან და რა კარგად ჩაახვია. 1-0 დაწინაურდა ჩემი გუნდი ოლივერ კანის გოლით სენეგალის წინააღმდეგ. ბიჭო, ხო ნახდად ლეგენდაზე ჩავრთე. აბა, კრუიფი, კარგი პასი, რიბერი, ოლივერ კანი. ნუ აქ დაკარგა ბურთი. და ჯარიმაც მოიპოვა. 2 წამი ახლა მინდა რომ ოლივერ კანს დავარტყევინო. აი, მინდა რომ ოლივერ კანს დავარტყევინო, ახლა რო გაიტანოს. აი, რო გაიტანოს ოლივერ კანმა, იქნება ძალიან მაგარი 2 წამი. სვიჩი აქედან არ ამგონი ახლა რო გაიტანოს, თუმცა ვეცდები მაინც. აბა. წამი ესე და ესე. ნუ არა, რა თქმა უნდა. ნუ გადადიოდა იდეაში მაინც მეკარეს რო არ აეღო ხელში. მაგრამ ნუ არ იყო რაღაცა კარგი დარტყმული ხა. კაი, კოკა, რა სიძახი, ოლივერ კანს ხო არ არტყმევინებ შემთხვევით. ხო, ძმებო, ასევე იმასაც გეტყვით, რომ შეიძლება მეორე მატჩით ვითამაშე, იმიტომ რომ ახლა პირველი მატჩი რაღაცა ესე მარტივად მოიგეო რო არ მითხრათ ან რაღაც ამდაგვარი თუ მოვიგე იმ შემთხვევაში სენეგალის წინააღმდეგ, ანუ მაინც სენეგალია და არ არის ძლიერი გუნდი, ესე რომ ვთქვათ. და ანუ მეორე მატჩსაც აუცილებლად ჩავატარებ რა, ანუ სანამ ძლიერი გუნდი არ ამომივა, მეორე მატჩსაც ჩავატარებ, აქ რა კარგი პასი ოლივერ კანის მიმართულებით, ვაიმე. მესი აქ შემთხვევით გაგდება, ჩაწოდება, კრუიფ პასი უკან, ოლივერ კანი ამას ვერ მიასწრებდა, რა თქმა უნდა. აბა, ირვინი, რაიკარდი, პლატინი, პასი ოლივერ კანის მიმართულებით, ოლივერ კან, რა კარგი ოლივერ კანი ჩახვევა. კიდევ მეთქიც იქნება და ისევ ჩახვევით გაიტანოს თუ აქ რა კარგი, ანუ მან რა კარგად გაცდა ფეხბურთელებს, რა პასი. ვაიმე. კარგად უტევთ ჯერჯერობით კანი, ნუ მესისკენ არ გამოვიდა პასი, რა თქმა უნდა. კრუიფი, რიბერი. განავარო კარგი იყო მომენტში, რიბერი, ოლივერ კანი, პლატინი, ოლივერ კანისკენ რა პასი ბიჭო, რა პასებს ჩითავენ ჩემი ფეხბურთელები, ყორღატაო ჩემი შემტევები, მინა ძალიან მაგარ პასებს ჩითავენ. ვაჰ, 34 წუთი ამასობაში მატჩისა, კარლეს პუიოლის ჩაწოდება. კრუიფი, ოლივერ კანი. ვაჰ, რა კარგია. მოდი დავარტყმევინოთ.
ჩემი ერთი წამი კაცო. ანუ ეს რა ქნა ბიჭო? ეს რა გააკეთა? აუ, კაი რა ცუდი რადიუსით მიჩვენებ ამ კადრებს. რა ქნა ბიჭო ოლივერ კანმა? ჩემი კარგიც დავხიე 2-0 ბრატ, 2-0 საღოლ ძმაო, საღოლ, აი რავი, მშვენიერი, იდეალური, გადასარევი, გენიალური და რავი, ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი რა ყველაფერი. ოლივერ კანი რეებს აკეთებს, აი არ ვიცი ძმაო, არ ვიცი, რავი. ბიჭო, აი არ ველოდი, ცოტში არ ველოდი რა. აბა აქ კორტნი ეხა შენ იმედი მაქვს, ნუ არაფერი. კორტნიმდე არც მიუშვეს შემამცველებმა, კოიფი, რიბერი. ნუ არაფერი ეს კარგი პასი. თან ეხა ოლივერ კანიც არც გაიქცეოდა რა თქმა უნდა, თავისთავად. აი ხა დასრულდი. კაი, დაიწყო მეორე ტაიმი, ჩემი გუნდი სენეგალის წინააღმდეგ 2-0, ორივე ოლივერ კანის ბრწყინვალე იდეალური გოლით იგებს ჩემი გუნდი და არა რიბერის ეს რატო ჩავახვევინე, გოლი რო გამეტანა, რას აკეთებ აქვს? გოლი რო გამეტანა, შო თავდებოდა ვიდეო და რავი, ვაგებდი ჩელენჯს. და ამ ოლივერ კანის ბრწყინვალე გოლებს ყრიდი წყალში რა თქმა უნდა. 0 წუთი დაამატა და დასრულდება იდეაში კიდევაც. კი ბატონო 2-0 პირველი ჩელენჯი, გერდა ჩელენჯის პირველი მატჩი შესრულებულია ოლივერ კანმა ისეთები ატარა ძმაო, რა ვიცი, აი ხელები ამიწევია მართლა წვეთში. კაი, ნუ რა თქმა უნდა მეორე მატჩსაც ვითამაშებ ძმებო, იქიდან გამომდინარე რომ თქვენ არ გეგონოთ რომ აი სენეგალია ძმა და ეხლა რაღაცა სუსტი გუნდია და კაროჩე მარტივად მოუგედა რაღაცა. და ხო, ეს მატჩიც თუ მოვიგე, chance deals ვიღებ. და მოდი ამჯერად პელეს დავაყენებ მე კარებში რა. მოდი ესე გავართულოთ მოკლედ რა. ხო და 2 წამი 40 აქაც და 41 რეიტინგი არის პელე, კაი. ლეგენდაზე თავისთავად აბა ვნახოთ რომელ ნაკრებს შეხვდები. ვაიმე დამერხა. არგენტინა ოჩე. დამერხა, მაგარი დამერხა წვეთში. კაი, ოლივერ კან ხო ხარ ხოძე? კი ბატონო. დავიწყეთ. თქვენ იქამდე შეგახსენეთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო ძმებო, გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარზღელაკი. დიდი მადლობა ყველას წინასწარ. რა კარგი პასი რიბერის მიმართულებით ოლივერ კანი რეებს აკეთებს ბიჭო. უიფი, კანი, მიდი. ვაიმე, არა შენ არა მესი. ვაიმე, კარგი რა, როგორ არ გამიმართლა აქა ბიჭო. პლატინი, რა კარგია პლატინი, კანი. არ დამარტყმევინეს რა. მაკალისტერი. პუიოლი კარგი იყო მომენტში, რაიკარდი კარგია. ვახჩემ. დემიშელისი. პლატინი, ოლივერ კანი. აბა, ოლივერ კანი. რა ცოტა დამაკლდა. ვაიმე, განმეორებით ნახოთ ეს მომენტი აუცილებლად. რა ცოტა დამაკლდა ბიჭო, ხო არ გადაო ბრა. აი რა სიძახი. 28 წუთი. ოლივერ კანი დავარტყმევინა შორიდან არ დამარტყმევინა რომერომ, წამოვიდნენ ახლა შეტევაზე. ვაიმე, აქ ფრთხილად ცოტა ფრთხილად ხულიან ალვარესი, გოუთი. აბა, მესი, კარგი პასი, ლაუტარო მარტინესის მიმართულებით გამიტანეს ჯანდაბა, კარგი რა. აუ არა, არ მინდა რო წავაგო. წვეთში არ მინდა რო წავაგო. 1-0 დაწინაურდა არგენტინის ეროვნული ნაკრები ჩემს წინააღმდეგ. და ვნახოთ აბა რითი ვუპასუხებ და ვიზამ მაქსიმუმს იმისათვის რომ ნუ ყოველ შემთხვევაში გავათანაბრო მაინც ეს ანგარიში თუ თქვა დაუშვათ ვერ მოვიგე. ირვინი კარგი იყო მომენტში, ოლივერ კანი პასი არ გამომივიდა, ენცო ფერნანდესი, ხულიან ალვარესი, მაკალისტერი, ხულიან ალვარესკენ კარგი პასი, ძალიან პუიოლი კარგი იყო მომენტში. პლატინი, მესი გაყოლება კანის მიმართულებით არ იყო ეს ზუსტი პასი. ნუ მალე იდეაში დასრულდება კიდევაც პირველი ტაიმი, ნუ ალბათ 1-0 თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა და არ მოვახდინე ესე რომ ვთქვათ და პირველი ტაიმი ნუ სამწუხაროდ დავმარცხდი პირველ ტაიმში დიდი ალბათობით. და ნახოთ უკვე მეორე ტაიმში რას ვიზამ, იმედი მაქვს, ნუ მეორე და მესამე გოლსაც არ გამიტანენ, იმიტომ რომ როგორც იცით, პელე მიყენია კარებში და ამიტომ არაძმა ვარ მაწყობს, ნუ ერთადერთი წუთის დაამატა და აბა ეხა გამოიტან ბიჭო ბურთი, არა, მეორე გოლი არ მინდა ძმაო. გადი მოშორდი.
არა, მოიტაკეთ. ეგრე. არა ჯარიმა? ყველა კარებში მესი ურტყავს. კარებში ყველანი კარებში დროზე. მესი ურტყავს. ფრთხილად. საღოლ, პელე რა ბურთი მოიგერია, ხო არ ღადაობ. კაი, ნუ 1-0 პირველი ტაიმი. ნახოთ უკვე აბა მეორე ტაიმში რას ვიზამთ. ბევრი ლაიქები ძმებო ამ ვიდეოს, როგორც იცით და როგორც მოგეხსენებათ 200 ლაიქს უნდა გადავწყვეტ ტრადიციულად და მე რაც უფრო მეტი იქნება და რაღაცა მით უკეთესი იქნება. კაი, დავიწყეთ მეორე ტაიმი. 93 წუთია და ნელა ხვდები რომ მერხევა მოიცაბა აქ ერთი მომენტი ოლივერ კანი ორივე კი არაო სამივე ოლივერ კანი ვახ ჩემი ბიჭო რებს ატარებს გამაგიჟებს ეს დღეს რებს ატარებს ვაიმე რა ორი მატჩი ჩაატარა ოლივერ კანმა ბრავო აი არ ვიცი ბრავო მართლა რა გაკეთა ხო არ ძმა ვინ არის ეს ჩემი მენა ანუ ოლივერ კანი თავდასხმაშიც კარგად თამაშობს თავდასხმაშიც იდეალურია წარმოვიდგინეთ რა დროს გაუტანე 94 წუთი იყო და მეთქი შო ძმა მორჩა მესამე მატჩი კიდე მაქვს ათამაშოთ ხო და რა ქნა ოლივერ კანმა ბიჭო ხო არ გადაო ჩემი აბაკ მონტიელ ჩაწოდება კარლეს პუიელ გამოიტანე და მიშელისი კარგი იყო ამ მომენტში ოლივერ კანი არაფერი 2 წუთი დაამატა 2 წუთის ბიჭებო გავძლოთ დე პაული აუ შორდან არ დაარტყა ბრატ შორდან არა კარგი იყო გამოიტანეთ საღო შენ შემოგევლე ოლივერ კანი ბრავო რა მატჩები ჩაატარა აი არ ვიცი ზმაო გამოშტერდება კაცი ერთ-ერთი არგენტინასთან ჩემი მისია იყო ან ფრე ან მოგება წაგება არ განიხილებოდა რა თქმა უნდა თავისთავად აი მე რაები ატარა აჰა ოკეი ესეც ავიღე და პატარა ოპენინგსაც აბა ვნახოთ აბა რომელ ფეხბურთელს დავაგდებ ამ პაკიდან ორი წამიძმებო ესე კაი შევიდეთ აქა და აბა ეს რომელია აქ ვახ აიმე ერლინგ ჰალანდი არის პირველი ლამინ იამალი რაისი მენდესი ჰაკიმი რაფინია მარტინესი კორტნი ბიჭო რამდენი ფეხბურთელია კაი ნუ არ ვიცი ხა ჰალანდი არ ამგონია რომ დამიგდოს მაგრამ დავაი გავუშვათ და ვნახოთ აბა რომელი ფეხბურთელია let's go წავიდა აბა ჰალანდ ნა არა ჰალანდი არა როგორც ჩანს წითელი აცვია და ტიმბერი ნუ ოკეი მარჯვენა მცველი ხო კი არსენალის მარჯვენა მცველი კი ბატონო 95 რეიტინგიან ტიმბერი მოკლედ ძმებო ძალიან მაგარი ვიდეო მოდის თქვენკენ უკვე ხვდები რა დალაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ არხი გააქტიურეთ ზარზღლა კი მე კი ზღადამჩენია რომ დაგემშვიდობოთ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში ბაი